მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას და მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს, ლაიქის ავტორებს, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ და მინდა შემოგთავაზოთ ახლა გაშლა რა გადაწყვეტილება მიიღო პიროვნებამ, ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან დაკავშირებით. ვნახოთ თქვენი ენერგიები, მისი ენერგიები და შემდეგ აი ამის მიხედვით თუ მივხვდებით, რომ გაშლა თქვენია, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ რას გვიჩვენებს. მაშინ ვნახოთ როგორ ენერგიებში იმყოფებით თქვენ, როგორ ენერგიებში იმყოფებით თქვენ ამჟამად, როგორ ენერგიებში იმყოფებით თქვენ, როგორ ენერგიებში იმყოფება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი. ვნახოთ მისი ფიქრები ზოგადად რითია მისი ფიქრები დაკავებული ამ მომენტისთვის. თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს და ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში. აი ასე დავალაგოთ. დასტის ძირზე მაქვს 7-იანი პენტაკლი. ანუ რაღაც მე აქ მიჩვენებს გააჩერებულ სიტუაციას. ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია ამ მომენტისთვის არის თქვენ შორის რაღაც უკმაყოფილება, დაძაბულობა, იმიტომ რომ ნახეთ 7-იანი პენტაკლი ხმლის რაინდი და დაკიდებული კაცი. მე აქ მიჩვენებს იმას, რომ სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის არის გაჩერებული, დაპაუზებული, შესაძლოა რაღაც დაძაბულობა იყო, კონფლიქტური სიტუაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთთან, გაუგებრობა, იმედგაცრუება და ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, რომ მარტო ხართ თქვენს, ანუ პაუზა ერთი სიტყვით თქვენს ურთიერთობაში. ვნახოთ კიდევ თქვენი ენერგიები როგორია. პაუზა, მაგრამ როგორც ჩანს, სულელის არკანი მიმანიშნებს იმას, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც სიახლის ზღვარზე ხართ, ხო? ან გინდათ რაღაც სიახლე, შესაძლებელია სიახლე, რომელშიც მერყეობთ, ხო? ანუ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ ის სიახლე მიიღოთ თუ არ მიიღოთ. აიღოთ თუ არა თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, ხო, ტვირთი რაღაც, რომელიც პასუხისმგებლობასთან გიჭირთ თითქოს რაღაცნაირად ის ფაქტორი, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის რაღაც სიახლის მომტანია, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრს ფიქრობთ. ზოგიერთთან შესაძლებელია ეს იყოს არჩევანის გაკეთება ორ ვარიანტს შორის, ორ პარტნიორს შორის, ჩემო ძვირფასებო. ანუ საჯარო გაშლა ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია იქნება, ამიტომ თქვენ მოარგეთ თქვენს სიტუაციას და ისე მიიღეთ ის ინფორმაცია, რასაც ვაჟღერებთ, ჩემო კარგებო. ნუ ამ მომენტისთვის მარტო ხართ, მინდა გითხრათ განდეგილის არკანში. ცდილობთ ჩაუღრმავდეთ, საკუთარ ფიქრებში ხართ და ეძებთ კითხვებზე პასუხს, ეძებთ რაღაც გამოსავალს სიტუაციიდან და ეს გამოსავალი შეიძლება, როგორც უკვე ვთქვი, იყოს რაღაც ახლის დასაწყისი. შესაძლებელია ზოგიერთთან თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა სხვა პიროვნება, რომლის მიმართაც შეიძლება გაქვთ გრძნობა, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ უბრალოდ ამ მომენტში ვერ წყვეტთ, მიიღოთ ის წინადადება, ის პირი თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ თუ არ შემოუშვათ. რატომღაც გიჭირთ არჩევანის გაკეთება და აი ამ ნაბიჯის გადადგმა. კი ბატონო, გინდათ სიახლე, გინდათ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გიჭირთ აი ამ გადაწყვეტილების მიღება. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი თუ გეცნობთ საკუთარი თავით, ჩემო ძვირფასებო, მაშინ გააგრძელებთ ყურება და ვნახოთ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგია. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება 8-იანი კვერთხების ენერგიებშია, რაც იმას მიმანიშნებს, რომ პიროვნება აქტიურია, პიროვნება რაღაც ელოდება, თითქოს შესაძლებელია რაღაც კომუნიკაცია, ანუ კომუნიკაცია, როგორ გითხრათ, იცით, რაღაც მე დავაზუსტებ, რაღაცნაირად ელოდება იმას, რომ თქვენ შორის კომუნიკაცია, არ ვიცი, ინტერნეტით გაქვთ კომუნიკაცია თუ რა ხდება, მაგრამ აი პიროვნებას სურვილი აქვს კომუნიკაციის თქვენთან. ნუ პიროვნებამ რაღაც ეტაპი დაასრულა, თავის ცხოვრების რაღაც გარკვეული ეტაპი დაასრულა და დასტის ძირზე მაქვს მთვარის არკანი, ჩემო ძვირფასებო. რაღაცნაირად იმედი აქვს პიროვნებას, იმედი იმის, რომ გამარჯვებული გამოვა აი იმ საკითხში, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. შესაძლებელია პიროვნებას სურს თქვენთან კომუნიკაცია, სურს თქვენთან
იმ პაუზის როგორ გითხრათ იცით გადალახვა სურს რომ ეს პაუზა დამთავრდეს, დასრულდეს. კი ბატონო, პიროვნებას უნდა რომ რაღაცნაირად მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ჯერ კიდევ თავს იკავებს 4-იანი პენტაკლი, 7-იანი კვერთხი და 7-იანი პენტაკლი და ტუზი კვერთხი. კი, გუნებაში, იდეაში აქვს ის, რომ პიროვნებამ რაღაცნაირად ამ საკითხში გამარჯვებას მიაღწიოს, გამარჯვებით მოვიდეს თქვენთან. და რაღაცნაირად კომუნიკაცია აღადგინოს, ერთი სიტყვით, კომუნიკაცია აღადგინოს, ეტაპი, რომელიც დასრულდა, სურს რომ რაღაც ახალი ეტაპიდან, ახალი ფურცლიდან დაიწყოს და აი ესეთ ენერგიებში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ნახოთ ახლა რა ფიქრები უტრიალებს მას თქვენთან, ზოგადად რა ფიქრები უტრიალებს. ანუ იმპერატორია, ხმლის მეფე და იცით როგორ ემამედე ჩემს უფასებო, მასაც აქვს რაღაც არჩევანი გასაკეთებელი და ძალიან ბევრს ფიქრობს. ეს არჩევანი უკავშირდება ახალ საწყისს. შესაძლებელია ძველი ურთიერთობის ახლიდან დაწყებას. შესაძლოა ნახოთ შემდეგ გვიჩვენებს ამას კი, რატომღაც ფიქრობს რომ რაღაც ახლიდან დაიწყოს ზოგადად ურთიერთობა, რომელიც რაღაც ახალზე მიუთითებს ტუზი, თასი, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ აქვს ამ პიროვნებას. სურვილი არის, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც ხელს უშლის, გარემოებები, ხო? შესაძლებელია ეს ფაქტორი არის გეტყვით ახლა ერთი წუთით. შესაძლოა გარემო ანუ რაღაც ზეგავლენების ქვეშ არის, შიშების ქვეშ არის, ხო, შესაძლოა პიროვნებას აქვს რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც არ აძლევს მოქმედების საშუალებას და ჯერ კიდევ არჩევანის წინაშე დგას. მაგრამ პიროვნებას აუცილებლად სურს, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს მის ცხოვრებაში, ახლიდან კიდევ ერთი შანსი მიეცეს. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს. 3-იანი პენტაკლი. თქვენთან დაკავშირებით ჩემს უფასებო, რა თქმა უნდა, სურს ის, რომ დაგელაპარაკოთ, ურთიერთობა აღადგინოს, თუ რაიმე შეცდომა დაუშვა, გამოასწოროს, ანუ რაღაც ისწავლოს, ხო? და ერთი სიტყვით ურთიერთობა აღდგეს და გადაწყდეს. კი, თქვენთან სურს რაღაცნაირად მოსვლა, დალაპარაკება, შესაძლებელი არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთთან ფიქრობდეს ის, რომ ვინმე შუამავალი მოგიგზავნოთ, ხო, შუამავალი მოგიგზავნოთ და რაღაც შეცვალოს ის ურთიერთობა, აი თვითონაც რაღაც მერყეობს და ზოგიერთთან შესაძლებელია ჩემს უფასებო იყოს ანუ სიტუაცია ისეთი, როდესაც სასიყვარულო სამკუთხედში ყველას არ ეხება ჩემს უფასებო, მაგრამ რაღაც ნაწილთან იქნება ასე, რომ პიროვნება აკეთებს ორ პიროვნებას შორის არჩევანს, ორ პარტნიორს შორის არჩევანს. ძველ ურთიერთობაში დაბრუნდეს, თუ რაღაც ახალი დაიწყოს, ხო? ანუ ისევე როგორც თქვენ, ეს პიროვნებაც მერყეობაში და ცდილობს, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეს და დააბალანსოს, წონასწორობა შეინარჩუნოს და თქვენთან მიმართებაში აღადგინოს ის ურთიერთობა, ყველაფერი გაარკვიოს ერთი სიტყვით, ნახეთ, პიროვნებას უკვე მე მგონი ჯერ კიდევ მერყეობს, მაგრამ აუცილებლად მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას და მოდი ვნახოთ საბოლოო კითხვა მისი თქვენთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. და შეყვარებულების არკანი ამოვიდა, შეყვარებულების არკანი. მე გამწევიქით, რომ შეყვარებულების არკანი. კი, პიროვნება ფიქრობს რაღაც არჩევანი გააკეთოს, გულითადი არჩევანი. მართალია ძალიან უჭირს ამ არჩევანის გაკეთება. ეს არჩევანი შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უჭირს ამ არჩევანის გაკეთება, მაგრამ გააკეთებს არჩევანს და მოდი ვნახოთ თქვენთან მიმართებაში რა არჩევანს გააკეთებს. ნუ რა თქმა უნდა. კი, ჩემს უფასებო, თქვენთან მიმართებაში ფიქრობს იმას, რომ
თქვენს ანუ არჩევანი გააკეთოს, შემოგირიგოთ ერთი სიტყვით, შემოგირიგოთ. თუ ამ მომენტისთვის ხართ ნაჩხურები, პაუზაში ხართ ურთიერთობაში, პიროვნება უკვე ფიქრობს იმას და მისი მომდევნო ნაბიჯი რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან მიმართებაში, აი ამ კითხვას პასუხობს ეს ცხადად გვაჩვენებს იმას, რომ პიროვნებას სურს ურთიერთობის აღდგენა, ბალანსი, წონასწორობა და მობოდიშება ერთი სიტყვით. მობოდიშება ნახეთ, პიროვნება აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და შემოგთავაზებთ ახლიდან დაწყებას, ახალ ურთიერთობას. მანამდე კი ნახეთ ძალიან დაინტერესებულია თქვენი ყოფით, შესაძლოა ათვალიერებს თქვენს სოციალში სურათებს და ძალიან ფარულად გითვალთვალებთ ერთი სიტყვით, მაგრამ პიროვნებას გადაწყვეტილი აქვს, რომ აი ეს დაკიდებული კაცი, რომელიც თქვენს ურთიერთობაშია, ის პაუზა, რომელიც თქვენს ურთიერთობაშია, აღადგინოს, შემოძვირფასებო აღადგინოს და მოვიდეს ერთი სიტყვით და აუცილებლად იქნება მისი მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯი. აი ეს იყო უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტში ორივე თქვენს როგორც ჩანს, აი ზუსტად ახალი საწყისი აჩვენა, ხო? ალბათ ორივე მხრიდან იქნება საჭირო რაღაც გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ კარტმა გვიჩვენა, რომ ორივე მერყეობთ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა სურვილი ძალიან დიდია იმის, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს, ახლიდან კიდევ ერთი შანსი მიეცეს ურთიერთობას. აი ასეთი იყო ეს გაშლა, ჩემ კარგებო, გამომეხმაურეთ, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.